მოგესალმებით, დღეს სირბილის პოდკასტის მეორე ეპიზოდია. მესტიიდან გადმოვინაცვლეთ თბილისში და დღევანდელი სტუმრები არიან კლუბ ჯანქირანერების დამფუძნებლები ნიკოლოზ დვალიშვილი, ანა ტკაჩუკი და ლუკრე სიჭინავა. პირველი კითხვა მაქვს ყველასთან და მაინტერესებს თითოეულთან როგორ დაიწყო სირბილი თქვენთვის. ჩემთვის სირბილი დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ დაახლოებით 13-14 წლის წინ ბავშვობაში. ვიყავი ძალიან პუტკუნა და მამაჩემთან ერთად დავიწყე სირბილი წონის კორექციის გამო. და მე როცა მივახციე სასურველ შედეგს, ანუ გავხდი ძალიან კარგ ტანზე დავდექი ბავშვობისთვის, მივხვდი რომ ძალიან მომწონს ეს სირბილი და ახლაც როცა ისე მჭირდება წონის კორექცია, მივხედავთ ყველაფერს, სირბილით უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ და აი მთელი ეს წლები ჩემთვის გახდა არა მარტო სასურველი ფიზიკური აღნაგობისთვის საჭირო აქტივობა, არამედ სასიამოვნო პროცესი. ფიქრობ ეგ არის მთავარი მიზანი ზოგადად. ზოგადად. წონის კორექციაზე მე მოგიბრუნდები ამ კითხვით აუცილებლად. მე ძალიან მინდოდა ბავშვობაში სირბილის დაწყება, ერთხელ ცადე კიდევაც და როგორც ზოგადად თავიდან იწყება ხოლმე ძალიან სწრაფად დავიწყე, არ გამომივიდა და ჯანდაბას ჩემი არ აერთქო სირბილი ვიფიქრე. 3 წლის წინ მივედი ორგანიზაცია AIS-ში, სამხედრო სალაშქრო ორგანიზაცია და მივხვდი რომ უნდა ყოფილიყავი ფორმაში, რადგანაც ყველა დანარჩენი ჩემზე წინ იყო, ასე ვთქვათ. და გადავწყვიტე ეს შიში დამეძლია, როგორღაც გამებედა სირბილის დაწყება, ამოვედი ლისზე. ძალიან ვიწვალე, ძალიან დავიღალე, დავიტანჯე. ერთი წრე ბოლომდე მე მგონი ვერც დავამთავრე, მაგრამ ნელ-ნელა მე მივხვდი რომ ერთ წრეს მეორეც უნდა მოსდევდეს, უნდა ასე ვთქვათ გავაგრძელო ეს გზა, რომ რაღაც შედეგამდე მივიდე და დღეს უკვე ნამდვილად ფიქრობ, რომ 1 კილომეტრი კი არა და 1 წრე კი არა, უკვე 40 კილომეტრს რო დავბივარ. 100-საც. ხო, 100 კილომეტრით. მოკლედ ძალიან დიდ სიამოვნებას მანჭებს, ჯერ მარტო რომ საკუთარი თავი დავამარცხე და მეორე, რა თქმა უნდა, ფორმაშიც ჩავდექი. მთავარია შენც გსიამოვნებს მოკლედ სირბილი და მაქამდე მიყვები უკვე. საინტერესო ჩემ შემთხვევაში ის არის, რომ როგორც აი უსმენდი აქ წარმოდგენილ პიროვნებებსა და ზოგადად დაკვირვებული ვარ, სირბილი უყვარდებათ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც საწყის ეტაპზე სირთულეს წარმოადგენს. აი რაღაცა სირთულე უნდა იყოს ზოგადად რომ დააკვირდე ცხოვრებაში ბევრი რამე ეგრე არის. შენთვის სირთულე თუ არ არის და ზედმეტად მარტივი არის, მუღამი რასაც ქვია, იმისი არ გაქვს მერე. და ჩემ შემთხვევაში იყო პირიქით, ანუ სირბილი თვითონ როგორც ეგეთი რთული არ იყო, უბრალოდ იყო იქიდან გამომდინარე წესით იწყებს სირბილს, ან რაღაც სპორტულ აქტივობას, მერე იღებს ტრავმას და მერე ამ ტრავმის მოშუშებაზე რომ ვეღარ აგრძელებ ამ სპორტულ აქტივობას. ჩემ შემთხვევაში პირიქით იყო, ჯერ მივიღე ტრავმა ფეხბურთის თამაშისგან და მერე დავიწყე სირბილი, იმიტომ რომ ფეხბურთს ვეღარ თამაშობდი და რამე უნდა მექნა. ფეხბურთის თამაშის დროს და რაღაცა თან ველოსიპედზე დავდიოდი, თან ძალიან აქტიური ვიყავი, ისედაც დავრბოდი, რა თქმა უნდა, ფეხბურთის თამაშის დროს ყველა დარბის, რა თქმა უნდა. ხო, აი მაქედან დაიწყო ჩემი სირბილი, რომ და თან როცა სუთხასიაძე ვიყავი, ავდგებოდი, გავიდოდი გარეთ, ერთხელ მახსოვს, რომ არ მახსოვს რა მე წელს ვიყავი 16-17-ის 31 დეკემბერს ხამის 10 საათზე, რაღაცა ეგეთ ხასიათები მქონდა ხოლმე ბავშვობაში, ზოგადად დეპრესიული ოდნავ და მომინდა ავდექი და წავედი 11 საათზე ვირბინე რა და თოვდა თან მახსოვს ძალიან კარგად, ძალიან მესიამონა და აი დაწყნარებული მოვედი ახალ წელს შევხვდი ძალიან კარგ ხასიათზე. ხო და ეგეც რა თქმა უნდა ალბათ ძალიან დიდი ფაქტორი არის, რომ სირბილი მთლიან ჰორმონულ სისტემაზე მოქმედებს და მე ვედნიერდები ადამიანი და ყველაფერი გიხარია, მივხვდი ახალი წელიც კი, რომელიც მე არ მიყვარს. ხო და ანუ იმის თქმას ვამბობდი, რომ საბოლოო ჯამში ანუ მე ფეხბურთის თამაშის პერიოდში მივიღე ტრავმა, ვეღარ თამაშობდი, ექიმებმა მითხრეს, რომ შენთვისო არც სირბილი შეიძლებაო, არაფერიო და უნდა იჯდეო უბრალოდ და გაუბრაზდი ექიმებს, მე თქვი რას კი არ შეიძლება, ჩემთვის სირბილი თქო და სპეციალურად, 1 წელი ვერაფერს ვერ შევოდი, რა თქმა უნდა, მარტო ვარჯიშობდი, აღვიდგინე კუნთები, ესე რომ ვთქვათ, იმ დაზიანებული სახის ირგვლივ და მერე დავიწყე მეც როგორც ანამ თქვა ზუსტად ეგრე 3 კილომეტრს შევუტყავდი ლისის სტრესს, ჩემთვის მიღწევა იყო ისე მტკიოდა მუხლები. მერე 3 კილომეტრი გახდა 6 კილომეტრი, ჯერ 5, მერე 6, მერე 9 და თან გაიზარდა. ჯერჯერობით მე როგორც ჩვენმა მეგობარმა განაცხადა, ეხლა რომ 100 კილომეტრებს დავბივარო ჩვეულებრივად და არც ეს არ გიჭირთ ამის სირბილი, მე ეგრე არ ვარ 100 კილომეტრებს და იქიდან კიდე ერთი ბიჭი გვიყურებს. წინაზე იყო ჩვენი სტუმარი, მაგრამ ეხლა უკვე ოპერატორად. Production head-ად. ხო და მე ეგრე არ ვარ, ჩემთვის 46 კილომეტრი ეხა რო ვირბინე, ეს იყო ყველაზე მეტი, რაც კი მირბენია.
მაგრამ თავარი ჩემთვის ის არის, რომ ეს 46 კილომეტრი ვირბინე უმტკივნეულია. აი ბარემ თქვი და ეგ კითხვა მინდა და ზუსტად და თან მინდა უთხრა მაყურებელს, რომ მესტიას ულტრაზე ირბინეს ასევე ნიკოლოზმაც და ანამაც 46 კილომეტრი და ბარემ მინდა რომ ეს თქვენი ემოციებიც გაგვიზიაროთ, როგორი იყო რამდენად რთული იყო და შენთვის ასე თქვა უფრო გამოწვევა იქნებოდა, რადგან თქვი რომ ყველაზე დიდი დისტანცია 46 კილომეტრი გირბენია და ეხლა მესტიაზე და მოდი შენ დავიწყოთ, ბარემ ეგეც გითხარი და მე ანასაც გადავცეთ სიტყვა. აი მაგანაწილზე მართალი რომ თქვა მესტიის წინა პერიოდში და წინა დღეს წესით ანუ როცა გარბენი მაქვს შემდეგ დღეს იშვიათად ძინავს ხოლმე. იმდენად ნერვიულობ და ყველა ეგრე არის მე მგონი, ხო? ანუ ბევრი ეგრეა რომ გარბენი თუ აქვს შემდეგ დღეს რაღაცა ნერვიულობ. ეგრე ხშირად მემართება ხოლმე, ძირითადად ვაკეთებ 10 კილომეტრიან გარბენებს, ეგეთ რაღაცა შეჯიბრებებზე, რბოლებზე და ხშირად მემართება ხოლმე. ამის წინა ღამეს მეძინა ბავშვით, ოდნავაც არ ნერვიულობდი, ანუ არანაირი ეგ დაძაბულობის შეგრძნება არ მქონია, იმიტომ რომ თავიდანვე ვიყავი მაგ განწყობით, რომ მივდივარ იმისთვის, რომ უბრალოდ ვირბინავ, უბრალოდ სიამოვნება მივიღო. ანუ ოდნავაც არ მქონია ეგ განცდა, რომ აი რაღაცა ეგეთი უნდა გავაკეთო ეხლა. და ანუ ჩემთვის სანერვიულო ბევრად უფრო არის 10 კილომეტრიანი და შეიძლება 5 კილომეტრიანი გარბენი, ვიდრე ეგ 46 კილომეტრიანი იყო, იმიტომ რომ ეხლა ჩემთვის არ აქვს მაგას მნიშვნელობა მარათონამდე, რომლის სირბილიც ვიცი რომ შემიძლია, რამდენს ვირბენ. შეიძლება 100 კილომეტრზე რომელიც გუგამირბინა, იქ მომკვდარიყავი ჩვეულებრივად, ხო? და მაგაზე არც გავედი და არც გავიდოდი. მაგაზე ალბათ ვერც დაიძინებდი ღამე. ხო, ვერც დავიძინებდი, კი ბატონო, ეგრევე იქნებოდა, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი მომზადება ჭირდება და ეხლა ზუსტად ვიცოდი, რომ 46 კილომეტრისთვის ვიყავ იდეალურად მზად. ყველაფერი მქონდა მაგისთვის გაკეთებული, ნავარჯიშები მქონდა, თავდაჯერებული ვიყავი, არანაირი პრობლემა არ მქონია, ასე რომ ფინიშის ხაზთანაც ძალიან წყნარად, ძალიან მშვიდად მივედი, სიამოვნებით დავიწყე და მთელი გარბენი ვირბინე სიამოვნებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გარბენის პერიოდში რაღაცა რაც მორბენლებს ხშირად გვემართება ხოლმე, კვების ამბავში, ეგ ყველაფერი დამემართა მოკლედ, თან რამდენჯერმე. ანუ ვერ შეჭამე სირბილის პროცესში, ხო? ანუ ნახევარი რეისი, ნახევარი რბოლა, ვერაფერი ვერ შევჭამე. ნახევრის მერე მუცელმა დამიწყო ცოტა შეურაცხყოფების მოყონება. მაგრამ არა უშავს გაუძელი და ბოლომდე მაინც კარგად ისე მივედი, რომ პრინციპში ჩემი თავით მაყოფილი მაინც ვიყავ. ძალიან კარგი შედეგი დადე და ისიც რო გითხრა რამდენ ხანში ირბინე და კაცებში კარგი ადგილიც მოიპოვე. ეგეც გითხარი მე რამდენზე რეალურად აი ეგ ყველაფერი არ მოხდარიყო. მივდიოდი ისე რომ რა მესამე ადგილზე უეჭველად მინდოდა გასვლა, იმიტომ რომ რავი ვიდექი მესამე ადგილზე კიდევაც ერთი პერიოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაგ გაჩერებების გამო მომიწია რომ მერბინა 6 საათში და გავსულიყავი მეხუთე ადგილას. ძალიან მაგარია და მოსალოცია და კიდე გილოცავ, იმიტომ რომ ძალიან კაი შედეგი არის და ვინც არ იცის ახლა 46 კილომეტრი 6 საათში ძალიან კარგი დრო არის. თან მithumetes ეგეთი რელიეფი. ხო, მთავარი მანდ იყო, რა თქმა უნდა, ამაღლება, რომელიც 3000-მდე თუ რაღაცა ეგეთი იყო, რაც ძალიან ბევრი არის თორე. ისე კაცო გამოუშვი. ეხლა ანაზე გადავალ, თან ანასაც ძალიან დიდი გამოწვევა ჰქონდა, იმიტომ რომ თითქმის ტრავმა ჰქონდა, ხო? მუხლზე ალბათ. ნუ ეს ტრავმა რეალურად ძალიან გავრცელებულია მორბენლებში, იმიტომ არა რომ რაღაც სირბილი ცუდია ჯანმრთელობისთვის და მუხლებს დგენს, ასე ვთქვათ, უბრალოდ ჩვენი ბრალია ისე, რადგან დისტანციას ვზრდით ძალიან სწრაფად ხოლმე, ან დატვირთვას ვზრდით. გვინდა უფრო მეტი რეალურად ვიდრე შეგვიძლია და შესაბამისად ამ პატარა რაღაც ტრავმებს ვიღებთ ხოლმე. ჩემ შემთხვევაში იყო ეს მუხლის ტრავმა. და სამწუხაროდ მინდოდა ცერტ არ გავსულიყავ. ბოდიში ანა შეგაწყვეტენ ტრავმაზე ერთ რაღაცას ვიტყვი რომ ზოგადად გავრცელებული არის ეგრე რომ სირბილი მუხლებს აფუჭებს და მუხლს ცვეთს და აი ტრენერები კუნთიანი ტრენერები რო არიან არ ირბინო ჩემოძმა მუხლი დაგეშლება და რაღაცა. სირბილზე 10 ჯერ უფრო ტრავმული არის ფეხბურთი. ფეხბურთზე ტრავმული სპორტი არის ძალიან ცოტა მუხლების მხრივ. მაგრამ საქართველოში ამის მიუხედავად ფეხბურთზე პოპულარული სპორტი და მსოფლიოში ფეხბურთზე პოპულარული სპორტი არ არსებობს. და ეხა ფეხბურთი რო ბავშვები რო უბანში თამაშობენ და იმათ რო გახვიდე და უთხრა ფეხბურთი არ ითამაშო, ალბათ ისეთი ზრდილობიანი ბავშვები ყავს უკვე თბილისში, რომ გინიბას მინიმუმ დაგიწყებენ თუ რამე არ გესროლეს და ასე რომ სირბილი მაგასთან შედარებით არანაირად არ არის ტრავმული. ნებისმიერ ასაკში ყველას შეუძლია ირბინოს და პირიქით ჯანმრთელობის არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ. რაც ექიმებმა მითხრეს, რომ აუ შენთვის არანაირად სირბილი არ შეიძლება, არაფერი აღარ შეიძლება და
პირიქით, სირბილით გავაკეთე ეგრო მუხლი აღარ მაწუხებს და კიბეებზე ჩვეულებრივად ანუ ზოგადად ექიმთან რომ მიდიხარ და მუხლს გიღებენ და იქ რაღაცას ისა აქ შემოწება ყოველთვის გეუბნებიან რომ სირბილი არ შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში სულ ჯამცელი იყო მაინც გეტყვიან რომ არ ირბინო მუხლებისთვის ცუდია. ხო და სადაც გავჩერდი ის იყო რომ ამ ტრავმის გამო აღარ მინდოდა, აღარ მინდოდა არა, ფიქრობდი რომ არ ღირდა, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ძალიან მეწყინებოდა იქ რო არ გავსულიყო, იმიტომ რომ მესტია არის, ძალიან ლამაზია, თან პირველად ტარდებოდა ახლა წელს. და მქონდა გადაწყვეტილი რომ მე და ჩემი ძმა სერგი გავიდოდით და ვირბენდით ნელა. რაღაც ერთი ისეთი ტემპი გვექნებოდა დაჭერილი, რომელიც ძალიან საზიანო არ იქნებოდა ჩემთვის, დაღმართებზე ვაპირებდით ნელა ჩასვლას. და 30 კილომეტრი ეგრე იყო რეალურად, ბოლო 10 კილომეტრი რა თქმა უნდა აუჩქარე. მაგრამ საბოლოოდ ამ შეი ფინიშთან რომ მივედი, ძალიან დამწყებული, იმიტომ რომ ზოგადად ეგეთი ხასიათი მაქვს, რომ აი რო ვიცი რომ მეტი შემეძლო და მეტი მინდო და რა თქმა უნდა ბოლოს ყოველთვის ტირილს ვიწყებ ხოლმე, კადრები არსებობს გავრცელებულია. ანუ იმ მომენტში კი გული მწყდება რომ მეტი შემეძლო, მაგრამ რეალურად მაინც ძალიან კაი გარბენი გამოვიდა. საბოლოოდ არ ამტკივებია მუხლი, ანუ გადავრჩი იმის გამო რომ ეგრე მოვიქეცი, მაგრამ რა ვიცი, აი შემდეგ წელს ვფიქრობ რომ ნამდვილად შევეჭიდები და ბევრად კარგად ვირბენ. იმედია მუხლებსაც მანამდე რაღაცას ვუზავ და მოკლედ შემდეგ წელს უფრო 100-იანს ვუმიზნებ, იმედია გუგა დამაყვალიანებს და მაგის ვიდეოებს კიდევ უფრო კარგად ჩაუჯდები, რომ ყველაფერი გავითვალისწინო. ნახოთ რა იქნება. ჩემი აზრით ძალიან სწორად ირბინე ეგრე იმიტომ რომ მე შეიძლებოდა გაჩერებულიყავი დიდი ხანი და ვეღარ გერბინა და მაგასაც მოგაყოლებ. ჩემთვის თბილისი მარათონი არის პრიორიტეტი, იმიტომ რომ როგორც იცით თქვენ, ანუ 1 წელი ვერ ვწვით ჩემ პირადი რეკორდის დამყარებას და მაგიტომაც ამ მუხლებს ვინახავ ზუსტად მაგ გარბენისთვის. მაგაზეც მე ცალკე შეგეკითხები და უფრო ვრცლად გითხარი ამის შესახებ. ეხლა უშუალოდ კლუბზე მინდა გადავიდე და მაინტერესებს როგორ შეიქმნა რა მიზნით შეიქმნა ზოგადად ეს კლუბი ჯანქირანე? ვიქნები ძალიან ბანალური და ვიტყვი რომ ამ კლუბის შექმნას აქვს საინტერესო ისტორია. როგორც ყველაფრის ანუ იწყებენ ხოლმე მოყოლას ხო? ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ კლუბის შექმნას. მოკლედ არ მახსოვს ზუსტად რომელი თვე იყო, გაზაფხულის რომელიღაცა თვეში, მოკლედ გადავიღე ერთი ვიდეო და ვთქვი ზუსტად ის, რაც წეღან აქ ვთქვი, რომ აი ტრენერები რო გამოდიან და აბობენ რომ მუხლებისთვის ცუდი არის, რაღაცა ასე შემდეგ სირბილი და იქ ვთქვი, რომ მეთქი რაც ადამიანების მოდგმა არსებობს ზოგადად, იმის მერე დაურბივართ. ან რაღაცას გაურბივართ, ან რაღაცას მივსდევთ. და ადამიანები არიან ისეთი არსებები და ისეთი ცხოველები, რომლებიც ყველაზე მეტს დარბიან და ყველაზე კარგი გამძლეობა აქვთ წესით ბუნებაში. ძაღლებს და მგლებს შეიძლება ქონდეთ ჩვენი დონის გამძლეობა. სხვა არც ეს ცხოველს არ აქვს მსგავსი გამძლეობა. და ეს გამოიხატება იმაში, რომ დიდ მანძილებს ფარავენ და ფარავდნენ წესით ადამიანები. ეხლა კიდე ძირითადად სახში ვძივარ და შაურმას ვიძახებთ, ხო? მაღაზიაში ჩასვლაც აღარ მინდა. ხო და ეგ ყველაფერი რო თქვი ამ ვიდეოს ბოლოს ისიც თქვი რომ მეთქი თქვენ ოღონ სირბილი დაიწყეთ თქო, ოღონ მოინდომეთ თქო და რავი მე რაც შემიძლია ყველაფრით დაგეხმარებით, ყველანაირ ცოდნას გაგიზიარეთ, რას მე გამაჩნია თქო. ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი კომენტარი, ბევრი კითხვები, ასევე ბევრი მწერდა პირადში რომ ერთადაც ვირბინოთო, ზოგი მწერდა რომ რავი შენთან ერთად ვირბენო, რაღაცა ასე შემდეგ და მივედი საბოლოო ჯამში იმ იდეამდე რომ რავი რატომაც არა ვირბინოთ ერთად, ანასაც გაუზიარე, რომელსაც იქამდეც უნდა და ეს ყველაფერი და იქამდეც ქონდა ნათქვამი და მე ამ პერიოდში ხშირად დავბრუნდით მე ანა და ლუკრე ერთად და მე გაუზიარეთ ლუკრესაც ეს იდეა, რომელმაც თქვა რომ მას უკვე დაწყებული ქონდა რაღაც სამუშაოები ამისთვის და მისი Lonely Runners Club-ი უკვე არსებობდა Strava-ზე. მე ვარ მაგ ჯგუფში გაწევრიანებული Strava-ზე. Strava-ზე Running Club-ი უკვე არსებობდა. როგორც ეგეთი, უბრალოდ ჩვენ ჯანქირანერების თავიდან ჯანქირანერს დავარქვით, არ ვიცით რა დაგვერქვია, უბრალოდ გვინდოდა რომ მალე გავუკეთებინა დიდი ხანი არ გაგვეწელა და დავარქვით 2 კვირით Runners High. Okay, good. ეს მორბენალი არის საკითხი გაიარე. მორბენალმა რა თქმა უნდა ლისევრით სამავდროულად. ხო. და დავარქვით Runners High 2 კვირით, თავიდან გავაკეთეთ ის Lonely Runners Club-ი ჯერ კიდევ არსებობს, შეგიძლიათ შევუერთდეთ მეგობრებო Strava-ზე. ხო. და მისი ერთადერთი ორგანიზატორი და ადმინი ისევ აქ არის. ცალკე გავაკეთეთ მოკლედ ეს კლუბი და აქედან დაიწყო Runners High 2 კვირაში ამ პერიოდის განმავლობაში ვფიქრობდი სახელზე მე პირადად და მის შესვლაზე, რა თქმა უნდა, ჩემი
თანამებრძოლების ფიქრობდნენ ამაზე და ერთ-ერთი გარბენის შემდეგ უпростоრად ერთ-ერთი არ გარბენის შემდეგ, იმიტომ რომ იმ დღეს არ ვირბინე, ვიყავი ძალიან ცუდ ხასიათზე და საღამოს გავედი სარბენად. და სახლში რომ მოვედი, ანას ვეუბნები რომ მეთქი ანუ ჩვეულებრივი ჯანკი ვარ თქო რა, იმიტომ რომ მთელი დღე არ მირბენია თქო და საშინელ ხასიათზე ვიყავი, ეხა ვირბინე თქო და უკვე კარგ ხასიათზე ვარ თქო და მე ვიფიქრე რომ მეთქი ჯანკიდან ერთ ხო არ დავარქვათ თქო რა, ჩვენ კლუბს თქო. და ეს იდეა გაუზიარეთ ლუკრესაც, რომელიც ასევე დაგვთანხმდა, მოეწონა, მე მგონი ეს იდეა. შეიძლება არ მოეწონა, მოგეწონა. შეიძლება არ გითხრა უბრალოდ. მომეწონა და მომეწონა უფრო მეტად მე ლოგო, რომელიც შევარჩიეთ, იმიტომ რომ გვინდოდა რომ ცოტა პროქართული ელემენტიც ყოფილიყო და ჩვენ ლოგოს არ ვიცი, მგონი არ აკვირდება ხალხი ეგრე ხშირად. თუმცა აქვს ესე იგი ბოტასში, სარბენ ფეხსაცმელში ჩამალული ხინკალი. ოღონდ ისე ჩამალული რომ ეს ანუ ფეხის დადგმული ხინკალი დარბის მოკლედ რა და მაგიტო არის ჯანკირანერებისთან ეს ხინკალი შენ ხო არ მოიფიქრე? ლუკრე არის ვეგანი და მაგიტო მეკითხები? კი, ხინკალი ლუკრემო. მიუხედავად ჩემი ვეგანობისა, წავედი ამ დათომაზე და ვთქვით რომ ხინკალი იქნება ჩვენი ლოგო და ხო, მაგის მერე ვართ ხინკალები, რომლებიც დარბიან, მაგრამ ჩემი ვარაუდით ვეგანური ხინკალი არის ეგ ვეგანური ხინკალი არ არსებობს. ვეგანური ხინკალი არსებობს. ვეგანური არსებობს რაღაცა სოკოს ხვეზელი, მაგრამ ვეგანური ხინკალი არ არსებობს. აი ესე მარტივად თვალ ჩემს პოზიციას. კი ბატონო. მაგრამ ბოლოს როცა ერთად ვირბინეთ, ცოტა დიდი მანძილი, იმდენად ვიყავი გათქვეფილი ამ სირბილში, რომ ვთქვი, რომ ახლა ისე ვარ, რომ ხინკალსაც შევჭამდით ხო. ეგ ვიდეოც გვაქვს. ეგ ვიდეოც არის. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია ჩვენ სამზე რომ ან გაზაფხულამდე რომ პირველად როდის შევიკრიბეთ სარბენად, ეს იყო აისის დროს. აისის დროს შექმნილი გაერთიანება არის და აისის მერეც მგონი პირველი დიდი დისტანცია რაც ვირბინეთ იყო ჩემი დაბადების დღე. გავხდი 22 წლის და ჩვენ სამმა და კიდე ერთი-ორმა ჩვენმა აისელმა მეგობარმა ირბინა ჩვენთან ერთად. კი, ეს იყო 2022 წელი. ანას არ ახსოვს აშკარად. იმიტომ რომ ეხლა 25-იც ვირბინეთ, უკლებ ან 3 წელია დავირბივართ შენ დაბადების დღეზე, ეგრე გამოდის. ახლა ვირბინეთ 25 ჩემ დაბადების დღეზე და იქამდე 3 წლით ადრე ვირბინეთ 2022 წელს, მე რო 22 წლის გავხდით, ერთად ვირბინეთ ლის დღეს ვირბინეთ, მაგრამ კილომეტრი ოღონდ ყველასთვის იყო გამოწვევა, იმიტომ რომ არც ერთს არ შეგვეძლო 22-ის გარბენა. აი, სხვათა შორის მე მაშინ 22-ს კი არა, 10-საც ვერ დავრბოდი და მახსოვს რომ მაგ გარბენზე მუხლები ისე მტკიოდა რომ მე ორი კვირა ვერ დავდიოდი. ეგ იყო ჩემი პირველი 22 კილომეტრი, მე მგონი, ლუკრეს დაბადების დღე. თან იპოდრომის წრეები ვარყეთ. იპოდრომი ისე სადღა გვაქვს და აუ იპოდრომი. აღარ არის, სადღა არის იპოდრომი. გადაწყრილი არის. ახლა მაინტერესებს ზოგადად რა მისია აქვს თქვენ კლუბს? ნუ პირველ რიგში მას ვიტყვი რომ ძალიან ხშირად დავრბივართ ხოლმე, მე და ნიკოლოზ და მანამდე სულ ერთად დავრბოდით. და იმისა მიუხედავად რომ ეხლა ვამბობ რომ ერთად დავრბივართ, არ დავრბივართ ერთად. ყოველთვის წინ მიდის, ნუ რა თქმა უნდა სიჩქარე აქვს განსხვავებული და მე ყოველთვის ვრჩევოდი მარტო. შესაბამისად, ანუ ძალიან ცუდი იყო, ხო მარტლა და ვიფიქრე რომ ანუ ხო შეიძლება კიდე იყოს აქ ხალხი რომ ეს მარტო სულა და არ გრძნობდეთ თავს. და როდესაც პირველად გამიზიარა ნიკოლოზმა ამ კლუბის იდეა, მივხვდით რომ ძალიან კაი აზრი არის, იმიტომ რომ როდესაც ერთად დარბიხარ, ზოგადად უფრო დიდი мотиваცია, უფრო მეც დარბიხარ, უფრო ნაკლებად გრძნობ ამ დისტანციას და ნუ ვარჯიშობ ხალხთან ერთად და ძალიან კარგი შედეგის მომტანია. ამის მიუხედავად, კი და ამასთან ერთად მხოლოდ რაღაც პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყალიბდა ეს მისია, როდესაც დავინახეთ რომ ქართული საზოგადოება, ქართველები მოდიან ჩვენთან. მივხვდით რომ ჩვენი მისია მხოლოდ ერთად სირბილი და გართობა უკვე აღარ იყო სირბილის პოპულარიზაცია ზუსტად ქართულ მოსახლეობაში. აი, ბოდი შენაგაგეწყო ამ ეტაპს და ამ ნაბიჯებს ეხა გავდივართ რა. აი, დღესაც ეს რომ მორჩება, ყველამ როიცოდეს, ჩვენ კი ვიცით უკვე ყველა, მაგრამ მაყურებლებმაც როიცოდნენ, დღესაც ეს რომ მორჩება, გვექნება საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც რავი, ნებისმიერ ადამიანს ვეცურული აქვს ყველა მოვა და ერთად განვიხილავთ როგორ შეიძლება ეს კლუბი განვითარდეს და ზოგადად საქართველოში როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ სირბილის კულტურის განვითარებას, რაც ძალიან დაბალ დონეზე არის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ ზოგადად იმიტომ დავიწყეთ ეს კლუბი, რომ ყველგან სადაც ყოფილვართ ნორმალურ ქვეყანაში და მოგწონებია, ყველგან ხალხი დარბის. ჩვენთან რავი, რო დარბიხარ პირიქით რამეს თუ გესვრიან თორე. დავამატე მეც რაღაცას.
აი მეც მაგალითად აქ ძალიან მნიშვნელოვანი არა ის რომ ლოკალურად შენთან ერთად ვინც დარბის მაგას დაიხმარო, არამედ აი მეც იმაზე ვფიქრობ ხშირად რომ აი 13 წლის თუ 14 წლის ასაკში სირბილი რო დავიწყე, ძალიან მაინტერესებდა რომ ვიღაცს მინდა და მეკითხა რაღაცები, მაგრამ არავინ არ იყო ირგვლივ, დავიწყე რაიონში, მაგრამ სოციალურ ქსელშიც ვერ პოულობდი ადამიანებს, ვინც შეიძლება რაღაცა, ვისაც შეიძლება რაღაც ცოდნოდა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე ვიდეოებიც კეთდება ამაზე, სირბილის ტექნიკებზე, ერთად სირბილზე, სად როგორ უნდა ირბინო ან ასე შემდეგ, რომ სირბილი არის სიამოვნება და არა ის რაღაცა სიგიჟეები აკეთო და ეგეც პრინციპში. ამიტომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რაღაც შენ სირბილი ხავს, როგორც შენთან ერთად მორბენალს, ასევე სხვა ქალაქში მცხოვრებ ადამიანსაც ეხმარები. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, როდესაც მანამდე ყოფილი სხვა კლუბებში, რეალურად ვიტყვი ამას, მაგრამ აი ჩვენთან რო დავიწყოთ შეკრებები, რადგანაც ალბათ ქართველები ვართ და რაღაც საერთო ინტერესები გვაქვს, ანუ ძალიან მოულოდნელად ისეთი კარგი მეგობრები გავხდით ყველა მართლა, ანუ მარტო სირბილი აღარ იყო, აი ჩატი გვაქვს საერთო და იქ უფრო ხშირად წერთ ერთმანეთს, ვიდრე რავი ჩემი ოჯახის წეროს, მე მეგონი, ანუ ძალიან კარგი არის, აი ესეთ საზოგადოებაში ყოფნა ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება და მართლა არ არის ეს მარტო სირბილი, ეს არის რაღაც არ ვიცი, ძალიან კაი სიამოვნების წყარო. ოკეი, ანუ ამაზე ერთსაც დავამატებ, რომ აი უფრო მისიას რაც შეეხება, თავიდან იყო ზუსტად ის, რაც ანამ თქვა, რომ საწყის ეტაპზე რომ რავი, უბრალოდ სხვებთან ერთადაც გვერბინა და მარტო სირბილი მაინც და მაინც არ დიდი ხნის განმავლობაში მოსაწყენი არის, მარტო რომ დარბიხარ სხვებთან ერთად დარბიხარ უფრო ერთობი, მაგრამ ზუსტად ეგ არის, რომ თანათან რომ დავაკვირდით და ვნახეთ, საქართველოში არსებობს, თბილისში არსებობს, მე მგონი 5 თუ 6 სარბენი კლუბი, აქედან არც ერთი თბილისის რანი კლუბი არის ერთი, რომელიც ქართული იყო და ეხა მანდაც, რავი, ჩვენ ამდენი მივედით ბოლოდ, ქართულად, რავი, ვერავინ ვერ ნახეთ და სამწუხაროდ ეგ. ხო, და საბოლოო ჯამში გამოდის ის, რომ ჩვენ რო დავიწყეთ ისა ხალხის გასაცნობად ერთად სარბენად და ასე შემდეგ კლუბი, ეგ გამოდგა ერთ-ერთი კლუბი ქართული და ამიტომ ეხა ვგზნობთ, მე პირადად ვგზნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომ თუ ქართველებს მარტო აქ შეუძლიათ რეალურად მოსვლა და ჩვენთან ერთად შეუძლიათ მარტო სირბილი, ის მარტო არ უნდა იყოს მიზანი და მისი არ უნდა იყოს მარტო ის, რომ უბრალოდ ერთად ვირბინოთ და ვარა მაგარი, კი, რა თქმა უნდა, ეგ არის, მაგრამ მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ კლუბის, რომ საქართველოში ქართველებს შეუწყოთ ხელი სირბილის კულტურის განვითარებაში, ამიტომ აი ჯანქირანერებიდან გვინდა რომ გადავიდეთ რაღაცა უფრო ოდნავ ისე დიდ სერიოზულ ტიპებზე და ეგ ამბები იწყება ზუსტად დღეს და დღეიდან ბევრი რამე შეიცვლება ესე რომ ვთქვათ. ანუ ასე თქვათ, ნიშა, მე მგონი ეგ გაქვთ თქვენ, რომ უფრო ქართველებზე იყოთ ორიენტირებული და კი რა, იმიტომ რომ ექსპატები საქართველოში ვინც არიან და ტურისტები ვინც ჩამოდიან, ძალიან კარგი არის რომ ერთობიან კარგად, ძალიან გვიხარია და მით უმეტეს ნუ ექსპატებისთვის რთული არის 4 ქვეყანაში ცხოვრება და თავისი community ნაპოვნი ყავთ და ერთად დარბიან, ოკეი, მაგრამ საქართველოში რო განვითარდეს სირბილის კულტურა, მაგისთვის აუცილებელია რომ ქართველებმა ირბინონ და ქართველებს კონდეთ და თან ანუ უბრალოდ იმიტომ რომ სირბილის კულტურა განვითარდეს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ძალიან ბევრი მორბენალი არის და ადამიანი ვითარდები სირბილით, სირბილი ძალიან ბევრ რამეს წავ. ჩემთვის პირველ რიგში სირბილი არის მენტალური ვარჯიში და მე არის ფიზიკური ვარჯიში. რამდენად უცნაურად არ უნდა ჟღერდეს. იმიტომ რომ აი დღეს მაგალითად აქ ამ წრეზე ზუსტად სადაც ეხავს ხედავთ, ვაკეთებდი 24 კილომეტრს და სადღაც მე-12 კილომეტრის შემდეგ ანა საერთოდ ბილიგზე აკეთებდა მაგას. მე უნდა მეთქვა ეგ. ხო, მე-12 კილომეტრის შემდეგ თან სიცხე იყო, აი, რავი, სირბილი კი არა, სიცოცხლე აღარ მინდა და ისე ვიყავი, მაგრამ მაინც რომ ხასიათს გამოავლენ და მაინც რომ აგრძელებ, ეგ არის მენტალობა პირველ რიგში, მან ფიზიკურობა უკვე მომზადებას მოყვება უბრალოდ. კი, აი ძალიან რო გიჭირს და რო არ ნებდები, ზუსტად ეგ გამოწორთობს, ასე ვთქვათ, მაგ ხასიათს. და ბილიგზე ნამდვილად დღეს ვირბინე 24 კილომეტრი და ძალიან ცუდი იყო, არ ვიცი, ლუკრეს ბილიგზე სულ არ ამარხში. ეგ უნდა მეკითხა. აი მე არ შემიძლია არანაირ 5 კილომეტრის ვსწორდი ვარ ბილიგზე, აი არ ვიცი ეგეთი რაღაც მაქვს, რომ ვერ ანუ არ მყოფნის ნებისყოფა გარეთ შემიძლია უფრო მეტიც ვირბინო, მაგრამ ბილიგზე არა და მე ვიცი რომ ეხლა ლუკრე ესე ვარჯიშობს რომ ეს პერიოდი არ დარბის გარეთ, არამედ დარბის 2 დღეში ერთხელ, ხო? დღე გამოშვებით 2 საათი ბილიგზე. შენი ისიც გითხარი, აბა, გამოცდილება რამდენად რთულია, ეგ უფრო რთულია შენთვის თუ გარეთ სირბილი, ეგეც მაინტერესებს.
კი არა საერთოდ მე ვფიქრობდი რომ მეთქი ლუკრესთვის ხო არ მიგვეცა ეს ნიშნა მთლია და treadmill running რაღაცა ბილიგზე მორბენალთა ასოციაცია ხო არ ჩამოიყალიბე ჩვენი ბილიკებით რო ვიკრიბებით ხალხი ხო თან ლუკრე ნახე შენ ხო გიყვარს ეგეთი ისინი ბრენდ დილები და ასე შემდეგ რომ ბილიკების კომპანიებს ისა ტექნოჯიმს და მე გამოვაგზავნინე ინფლუენსერდებოდი და რაღაცა პატარა სივრცე აქ ლისტი ამოვიტანდით ბილიკებზე თქვენ ვირბენდით წრეზე ჩვენ ბილიკზე გიყურებდით იდეალური შეიძლება ხო მაგრამ ამბავი ის არის რომ ჩემ და ტრედმილის ურთიერთობა სამწუხარო ფაქტი უდგას წინ რომ ჩემი საყვარელი გარბენი ზოგადად არის ქალაქის გარბენი და რაღაც პერიოდით ადრე შემეძლო დილის ხო დილის 4-ზე ამდგარიყავი და რამდენიმე საათი endurance სირბილი გამძლეობის გამეკეთებინა რომ 3 საათნახევარი მერბინა ქალაქში თუმცა მოხდა რაღაც სამწუხარო ფაქტი, რომელიც რაიონში დაფიქსირდა, რომ ძაღლმა მიკმინა, მოკლედ. დაფიქსირდა, იაღლიში მოგვივიდა, რომ ძაღლმა მიკმინა და მაგის მერე ისეთი ფობია ჩამომიყალიბდა. მუცელი გამოგღადრა, როგორც მუცელი ხო, მართლა მუცელი. იმიტომ რომ ძაღლმა რამდენჯერმე მომაყენა შეურაცხყოფა მუცლის არეში. მუცელში გეცა. ამის კადრები გვაქვს, რომ ჩავსვათ ლუკრე. ან მუცელი რო ფოტოშოპის მუცლის კადრები არის, კი. მუცლის სადაც ის არის, რა ქვია, საფენები მადევს და ოღონდ ეს ცოტა პლუს 18 კადრები იქნება და ხო, მაგის ეგ არის თავი მიზეზი იდეაში, რის გამოც ხანდახან მიწევს, რომ ვიყო დარბაში ტრედმილზე, რომელიც არის საშინლად მოსაწყენი. არავის ეკონოს რომ 2 საათი ერთი და იგივე კედლის ყურება არის საინტერესო, მაგრამ ამ ეტაპზე ცოტა ხანი თუ ეგ შედეგს იძლევა, მაგას ვაკეთებ, თუმცა მინდა ვთქვა რომ 4 შაბათიდან ანუ 3 დღეში რამდენი ხანი არ იყავი? ერთი თვე. ჯანკირანერებთან. ერთი თვე 5 ივლისის მერე აღარ ვიყავ. სოფაში ბარემ მადლობა ქეთი რომ ლუკრეს შეგვახვედრე ჩვენ რა ესე დიდი ხანი არ შევკრებილო ნამდვილად. დაუბრუნდები ვიძახი. სარბენ ბილიკზე ერთი ის მინდა დავამატო რომ მოსაწყენი შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად თუ გაქვს აი ისეთი ტრამვები როგორც მე მაქვს, უფრო ან უკეთესი არის ბილიკზე შეასრულო. ხო, ანუ კარგი თუ არა თქმა უნდა ბილიკი. ნაკლებად ტრამვულია და უფრო სახსრებზე ნაკლები დატვირთვა მიდის და შესაბამისად, ვისაც გაქვთ პატარა ტრამვები და მაინც გინდათ ვარჯიში შენარჩუნება, შეგიძლიათ რა თქმა უნდა ბილიკზე მივხვიდეთ უპრობლემოდ. ხო, ტექნიკას უნდა დააკვირდეთ რა თქმა უნდა კი. ესე იგი, მაინტერესებს, აი, ვინც ეხლა იწყებს სირბილს. თავისუფლად შეუულიათ, რომ შემოუერთდეს, თქვა, თქვენ კლუბს და მიიღოს ყველა გარბენებზე, ასე თქვა, მონაწილეობა თავისუფლად. იდეაში რამდენადაც კლუბი გაკეთა იმისთვის, რომ პოპულარიზება მოხდეს სირბილის, აქედან გამომდინარე, ეგრე არის ქალაქის გარბენები მით უმეტეს გათვლილი, რომ ყველა სიჩქარის ადამიანი შემოუერთდეს და 4 შაბათიდან როცა მე დავბრუნდები, ჩვენ გადანაწილებული გვაქვს ფეისებიც, ანუ სიჩქარეებიც, ყველა სწრაფად მირბის ნიკო, ანუ ყველაზე სწრაფ მორბენლებს შეუძლიათ მასთან ერთად ირბინონ, საშუალოები შეუძლიათ ანას გაყვნენ და შედარებით ახალგაზრდები და ახალდაწყებულები შეუძლიათ ჩემთან ერთად ირბინონ, რომელიც არის 7 ფეისი ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს ვისაც უნდა რომ დაიწყოს სირბილი, შეუძლია რომ ქალაქის გარბენებზე აუცილებლად ირბინოს და ასევე შაბათობით კუსტბის გარბენზე, სადაც იქ ესე ფეისები არ არის განაწილებული, თუმცა თავარი პრინციპი მოქმედებს, რომელიც ნიშნავს, რომ ველოდებით ერთმანეთს. იმიტომ რომ არ გვინდა რომ ჩვენი კლუბის მონაწილე დაიკარგოს და მგლებმა შეჭამოს დღეში. ეს ამოუჭრათ. ანუ კაი არის რომ ლუკრამ უპასუხა ამ კითხვაზე, იმიტომ რომ რეალურად თავიდან ეგეთი შეთანხმება ქონდა, რომ დამწყებები მივიდოდნენ ზუსტად, ანუ ირბენდნენ როგორც წესი რა, ვინც ნელა ირბენდა შედარებით ისეთი ფეისით, ისეთ ტემპით, ესე რომ ვთქვათ, დამწყებების ტემპით ირბენდნენ ლუკრესთან ერთად, იმიტომ რომ სამივეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და რაღაცა გვესმის, მათ შორის ლუკრეც რავი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანია მის დარბის და გამოცდილება ძალიან ბევრი აქვს სირბილში, ამიტომ არ გვინდოდა რომ დამწყებები ყოფილიყვნენ ისეთ ხალხთან, ვისაც გამოცდილება ბევრი არ აქვს. ამიტომ გვინდოდა რომ სამივე ყოფილიყავით თავიდან ვინც ვიცნობდით ერთმანეთს და ვინც დავიწყეთ და ვინც ვენდობოდით ერთმანეთს სამივე ყოფილიყავით და დავხმარებოდით მაქსიმალურად ამ ხალხს ვინც ჩვენთან მოვიდოდა და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ ლუკრემ ტრედმილზე გადავიდა, მაგრამ ხო არ გამოვიდა ეგრე მოკლედ რო ვთქვათ, ხო და
ეხა ცოტა ხანში რაც როგორც ვილაპარაკე და როგორც თქვი რომ რაღაცა ახალი სტრუქტურა გვექნება და ასე შემდეგ გადავიწყობით რაღაც პროგრამაზე, უკვე იქნება ისეთი გარბენებიც, რომლებზეც ყველაზე დამწყები ვერ წამოვა, იქნება ოდნავ უფრო სირთულის მიხედვით განსხვავებული გარბენები, სადაც რაღაცა გამოცდილება აუცილებლად იქნება საჭირო, უკვე გამოცდილი ადამიანებისთვის იქნება გარბენები, იქნება რა თქმა უნდა დამწყებებისთვის. ეს ორი გარბენი, რაც უკვე თქვა 4 შევაზია შაბათი, დარჩება იქნება ყოველთვის და ყველა დამწყებს შეიძლება მოვიდეს. ზოგადად ძალიან მტკივნეული თემაა ტრამვა მორბენლებისთვის. და უკვე ისაუბრეთ, მაგრამ უფრო ვრცლად მინდა ეს, რომ გითხრათ და ასევე რას აკეთებთ პრევენციისთვის და ასევე რას ურჩევთ, თქვათ, დამწყებებს და ისე შეიძლება არადამწყებებს და ზოგადად ადამიანებს, რომლებიც დარბიან. კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ოდნავ რაღაცა არაპოპულარული ხედვა ზოგადად რა. იმიტომ რომ სოციალური ქსელი ზოგადად ისეთ გავლენებს აყალიბებს ხოლმე ხალხში და ისე მოქმედებს ხოლმე ხალხზე, რომ ყველაფერი კარგი არ არის. ბევრი რამე ცუდიც არის. მათ შორის ეს ეხება სირბილსაც. ჩემი აზრით ეგრე არის პრინციპში, იმიტომ რომ ტიპები, რომლებიც იწყებენ სირბილს 2 თვის მერე, 3 თვის მერე, ეგრევე უნდებათ, რომ 150, 200, 400 და 500 კილომეტრი ირბინონ. რაც ძალიან ცუდი არის ორგანიზმისთვის, მთლიანად სახსრებისთვის. თუ ესე დისტანციებს არ ვიხარ, ძალიან კარგად უნდა იყოს მომზადებული, ძალიან კარგად უნდა ქონდეს სახსრები, კუნთები, კუნთოვანი სისტემა, სახსროვანი სისტემა, განვითარებული აერობული ბაზა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება, ძალიან დიდი მომზადება, გუგად ამეთანხმება ამაში, ბევრი ჭამა, როგორც გუგა ამბობს ხოლმე და ხო, მოკლედ სწორი გათვლა ყველანაირად. და ეს არის დიდი პრობლემა და ამ პრობლემის ძალიან ნათელი მაგალითი არის ანა, რომელიც თვითონ ილაპარაკებს ამაზე, მაგრამ იქამდე მინდა ვთქვა, რომ სანამ თუ გინდათ რომ აქამდე მიხვიდეთ, ანუ ეს რატო ხდება ეხლა მაგასაც ავხსნი რა, იმიტომ ხდება რომ სიტყვაზე 10 კილომეტრის სირბილი, 21 კილომეტრის სირბილი და თუნდაც უკვე მარათონის სირბილი აღარ ჩანს იმდენად როგორ ვთქვა, იმდენად მოსაწონი აღარ არის, რომ გაიგონებ და იმდენად ეფექტური აღარ არის, რამდენად აი ვიღაცამ 100 ირბინა, ვიღაცამ 200 ირბინა, ვიღაც ავსტრალიელმა ტიპმა 800 თუ 946 კილომეტრი ირბინა გაუჩერებლად, ხო? 5 დღე მირბოდა. ხო და აი მაგაზე ხალხი ჰაიპდება. ეგ ყველას უნდა რა, მაგრამ ყველას რომ უნდა დამწყებები მაგას არ ითვალისწინებენ, რომ როგორ მივიდნენ სწორად მაგამდე. ამიტომ აუცილებელი არის, რომ თავიდან დაიწყო რაც შეიძლება ნელა, სწორად მიყვე, სწორად განვითარდე. სიმძიმეებიც აკეთო იმისთვის, რომ კარგად გაგივითარდეს ფხესები, კუნთები მთლიანად სახსრები ჩამოგიყალიბდეს და მერე გადახვიდე თუ მაინც და მაინც ამ დიდ დისტანციებზე. ეხლა ანა მოყვება თავის გამოცდილება ზუსტად ამ ყოველფერს დაკავშირებით. და ზუსტად იმას მოყვება, რაც წინა პოდკასტში ვახსენე მე ერთმა გოგომ 100 კილომეტრი რო ირბინა თქო და წამალი რო დალია იბუპროფენი და მერე მოკლედ მოგვიყვება სწორედ მას გაიცნობთ ეხლა. ხო, აი ნიკოლოზმა რას თქვა იმ დამწყებებზე როცა ლაპარაკობდა, ზუსტად ეგ დამწყები ვარ მე. ვიყავი 2 წლის წინ, ალბათ 2 წელი გავიდა. მქონდა ნარბენი მარათონი კვიპროსში ვირბინე და ჩემთვის იყო ეს რაღაც ძალიან წარმოუდგენელი, ყველაზე დიდი დისტანცია იყო მაშინ, 42 კილომეტრი ვირბინე 3 საათში და 55 წუთში, რაც დამწყებისთვის მგონია რომ კარგი შედეგი იყო, მით უმეტეს იმ დროისთვის. და რომ ჩამოვედი ერთ კვირაში ეგრევე ვირბინე 100 კილომეტრი. ანუ 29 დეკემბერს. ეგ არ უნდა ქნათ, ანუ ერთ კვირაში არ უნდა ირბინათ. თან რა თქმა უნდა არც მივარჯიშე, ანუ 100 კილომეტრი ჭირდება მომზადება, რაც მე მგონი გუგამ უკვე გაგიზიარათ. და ანუ ეს 100 კილომეტრი რო დავიწყეთ რეალურად სირბილი, მე-20 კილომეტრზე უკვე ხვდებოდი რომ ტკივა მუხლი. კი, მე-20. ეგრე მალე დაგტკივა. კი, უკვე ტკივა და მუხლი. და ანუ არ უნდა გამეგზელებინა. კიდე მეორე შეცდომა რაც დავუშვი, რომ ეგეთ დროს რეალურად როცა იცი რომ ეგრე აქ ტკივდა, მან უკვე ჯიბში არ უნდა ჩაუდგე საკუთარ თავს, რაღაც მომენტებში უნდა დასტობდე მართლა რა. და ნუ რადგანაც დამწყები ვიყავი, ისევ გავაგზავნე სირბილი და საბოლოო ჯამში მხოლოდ იბუპროფენების და რაღაცა პერსკინდოლით, არ ვიცი, რაღაც მილიონი საშუალება წავისი მოკლედ, რომ ეგ ტკივილი არ მეგზო, მაგრამ ეს ტკივილი არსად არ ქრება. თან დასიებული ქონდა მახსოვს უკვე მუხლი, ანუ უკვე ვიზუალურადაც კი გეტყობოდა შენ. შეიძლება ტკივილი გაყოჩდეს და მაგ დროს ადრენალინის წყალობითაც ვერ იგრძნო იმდენად როცა ტრავმა გაწუხებს. ანუ რო ხურდება ზოგადად ორგანიზმი, ბევრად უფრო ნაკლებად გრძნობს ტკივილს, იმიტომ რომ ადრენალინი მოდის ასე შემდეგ.
იგივე Runners High, რომელიც ჩვენ ვიცით, ეგეც აყუჩებს კივილს, მაგრამ აი ყველაზე მეტად მაგიტო არ მიყვარს ხოლმე, ზოგადად არასპორტული არის, ძალიან გასაყინები რო არის პერსკინდოლები და ასე შემდეგ რა. უკიდურეს შემთხვევაში და რადიკალს. არა და ყველა ვიყენებ. მაგაზებს ვივართ. კი, ხო, ანუ მე არა. მაგიტო ვამ უბრალოდ არაპოპულარ რაღაცებს ვიტყვით ხო. ანუ კივილს აყუჩებს, მაგრად, ანუ ხო, ნახე, მაგას იყენებენ რა დროს, იცი? ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი რო არის სიტყვაზე. ფეხბურთელების მაგალითზე რო ვილაპარაკოთ რა. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი რო არის და ტიპმა უეჭვად უნდა დაამთავროს რა. ტრავმას რისკავს და იყუჩებს კივილს. ჩემთვისაც ეგ იყო ზუსტად, ანუ უეჭველი უნდა დამემთავრებინა. იმ მომენტში იმდენად გადაკეტილი მქონდა, რომ არ მაინტერესებდა რა იქნებოდა მე, ანუ ეგ 100 კილომეტრი უნდა დამემთავრებინა. ხო და ეგ სპორტული არ არის, ეგ არის მენტალური. მენტალური კი ბატონო, ნახე, მენტალურად შენი მიზანი თუ ის არის, რომ აი ბოლომდე გახვიდე და შენ თავს დაუმტკიცო რაღაცა, ანუ ვიღაცა სხვას დაუმტკიცო რაღაცა. იმ მომენტში ეგ იყო, კი, მიზანი ეგ იყო. მაგრამ ეგ სპორტული არ არის, იმიტომ რომ სპორტსმენი მაგას არასდროს არ იზავს და არ მიცემს სპორტსმენს მაგას არასდროს უფლებას ვინმე რო ქნას. აი, ყველაზე წარმატებული ფეხბურთელის თუ სერიოზული რაღაცა ტრავმა აქვს რა, რაც არ უნდა ფინალი რო იყოს ჩემპიონთა ლიგის, უეჭველი გამოიყვანენ იმას. ხო, მაგრამ ეხლა ხო კარგად ვიქცევი რა, გინდა ეხლა როცა ტრავმა მაქვს, ეგრე აღარ დავბივარ. მაგრამ ზუსტად მაქვს მეც ეგ რომ ჩემ თავს მინდა ხოლმე დაუმტკიცო რა, ანუ ზუსტად ეგრე ვარ რომ თუ ვიტყვი ის უნდა გავაკეთო და მარტო ამით ჩემ თავს უმტკიცებ ხოლმე და მინდა რომ გავაკეთო. მეც ეგეთი ვარ რა და მართალი ხარ ხა სპორტსმენი რო ვიყო და ჩემი ის რომ მარტო ეგ იყოს რომ სირბილი და რომ ვიცოდე რომ კოჭლობით დაამთავრე, ანუ მეც კოჭლობით მეც ეგრე უბრალოდ მე გამიმართლა რომ იბუპროფენმა არ გამიყუჩა თორე შენ რო დაგინახე რომ წახვედი მე არ გამიყუჩა თორე მეც იგივე რაღაც მექნებოდა ალბათ. Kinesia papers რო გახვდი მახსოვს. კი და შენ მასაჟებს მიგეთებდი მისვამდი რაღაცა. კარგად გავერთეთ, კაი იყო. ბოლომდე არ გითხოვს უბრალოდ რა დაგემართა და ვარემ დაასრულებ. მე მივედი ექიმთან და ანუ იბუპროფენები რო დარიე ეგეც კი, იბუპროფენები, პერსკინდოლები, ეგ ყველაფერი იყო რა თქმა უნდა, მაგის გარშე ვერ იქნებოდა. და ჩააჭირა და ისე მირბოდა რომ რა ვგიშდი მეთქი ახლა ეს ჩემს მას გავასწარი. მოკლედ, კარგად დავამთავრე ოდეგარბენს, თან ამაღლებებით იყო და პირველი 100 კილომეტრისთვის გონია რომ ეგეც ნორმალურად ვირბინე, ხო? 2000 კილომეტრი. მე მივედი ექიმთან, იმიტომ რომ ძალიან შემაწუხა ამ ტკივილმა და ართროზი და ბურსიტი არის, ყველაფერი მოკლედ რაც გახსენდებათ, მუხს რაც ეხება, მე მგონი ყველაფერი მჭირდა და ეტაპობრივად მე დავიწყე რაღაც ვარჯიშები, ვერ ვიტყვი ძალიან თავი შევიწუხე თქო, მაგრამ რაღაცას ვაკეთებდი მაინც. და საბოლოოდ ამში 6 თვე ვერ ვირბინე, კი, მაგრამ ეხლა უფრო ჭკვიანურად ვიქცევი, ან სანამ ტრავმას არ მიიღებ, მე მგონი ვერ ისწავლი რა, იმიტომ რომ ისევ შენი შეცდომით სწავლობ. გონია რომ აი შენ არ დაგემართება რა, იმიტომ რომ სანამ აი არ გამოცდი, შანსი არ არის რა, გონია რომ всё ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ რეალურად ყველას ორგანიზმი რაღაც დონეზე ვერ უძლებს ეგეთ დატვირთვას. ხო ეგრე მე მენტალობას შევეხეთ რა და თუ მაინც და მაინც მენტალურად გინდათ საკუთარი თავის გამოცდა ადექით ირბინეთ 5 კილომეტრი მაქსიმალურად რაც შეგიძლიათ იმ სიჩქარით 10 წუთს დაისვენეთ და მე ისევ იგივე გააკეთეთ. ბევრად ნაკლები რისკი არის რომ ტრავმა მოგივიდეთ, ვიდრე ის რომ 100 კილომეტრი ირბინოთ და ბევრად უფრო გაგიჭირდებათ. ანუ ნებისმიერი ადამიანი ვისაც 5 კილომეტრი გუშინ ვიყავით რა ქვია საქართველოში ატარებენ ტრეკზე ტრეკის შეჯიბრებს და 5 კილომეტრი არის ტრეკზე ყველაზე დიდი დისტანცია ხა აქ დასტარდება. და ის ბიჭი რომ მორჩა 5 წუთი ფეხზე ვერ დგებოდა, უბრალოდ წყალს ასხავდნენ, ასულიერებდნენ, ანუ ბოლოს გვეგონა რომ რაღაცა ჭირდა რა, სერიოზული. იმდენად დაიცალა, ანუ კედელს რა მარათონზე კი არა, ყველაფერი გამოიცალა აბსოლუტურად, ფეხში ძალა ოდნავაც აღარ ქონდა და აი მაგის მერე რომ კიდე მეორე დირბინო 5 კილომეტრი და თუ კიდე ძალიან მაგრები ხართ, მე მესამე დრო ირბინოთ, დამიჯერეთ რომ არაფრის სირბილი აღარ მოგინდებათ მაგის. კი, სხვათა შორის მაგაზე გადავერთე მეც, ანუ იმის ნაცვლად რომ რაღაც 100 კილომეტრი კი მინდა მომავალში, მაგრამ ეხა უფრო ამაზე ვარ ორიენტირებული 5 კილომეტრი, 10 კილომეტრი და უფრო რთული მეჩვენება მე ჩემთვის სწრაფად მაგის გარბენა, ვიდრე ის 100 კილომეტრი. მიზანი მიუხედავად რომ ტრავმა იყო და ტკივილი იყო, მაინც აი 5 კილომეტრი მთლიანი სისწრაფით მირბიხარ, რაც შენთვის მთლიანი სისწრაფია. ძალიან რთული არის მარს, ანუ ყოველი წუთი ძალიან ტკივნეული არის და ტანჯვა და სუდანებება გინდა და
ნუ რეალურად 100 კილომეტრი ეგრე არ იყო რაღაცა შეიძლება 30 კილომეტრი ძალიან კარგი ხარ იცინი ხარ ბედნიერი ხარ მე რაღაც მომენტი მაგაზე ალბათ გუგო ვერ დაგეთახება რომელაც ეს 100 კილომეტრი ღამით წვიმაში ყინვაში კარსიაზე იქნებოდა აღვართებზე მთებზე სადღაც მარტო მირბინა მაგაში ვერ დაგეთახება არა თან ისვენებ დიდ დისტანციაზე და მაგის ფუფუნება გააქვს რომ დაისვენო შეჭამო მოსულიერდე და მე გააგწ კვებაზე მინდა და წონის კლებაზე მინდა გადავიდე და ლუკრეს მინდა შევეკითხო ეს იმიტომ რომ წეღან ახსენე ბევრს აქვს ეს პრობლემა და ბევრს უნდა და იყენებენ სირბილს ამისთვის იმიტომ რომ გონიათ ზოგს რომ მარტო სირბილით შეუძლიათ დაკლება მაგრამ ძალიან დიდი როლია კვება და მაინტერესებს შენი გამოცდილება რას აკეთებ ამისთვის რისთვის ემზადები რა არის შენი მიზანი და ასე შემდეგ რომ მოგვიყვე და ხო მიუხედავად იმისა რომ ფიზიკური აქტივობა ძალიან მომწონს შემიძლია არის კვირაში 6 დღე გავატარო დარბაზში და ვივარჯიშო რამდენიმე საათი ჩემს ყველაზე დიდ პრობლემას ყოველთვის წარმოადგენდა კვება იმიტომ რომ პირველ რიგში არ მომწონს ეგ პროცესი როცა რაღაცების დათვლა გიწევს და ასე შემდეგ ამას ყველაფერს ემატება ის რომ ვარ ვეგანი და არ ართულებს ძალიან ის რომ ვეგანურად მოვიკვებო თუმცა ცხადია ხელმისაწვდომობა არის შედარებით ნაკლები, ამიტომ აუცილებლად შენით უნდა მოამზადო ის საკვები, რომელიც იქნება თან ვეგანური, თან ბალანსირებული და ექმნის ძალიან დიდ პრობლემას. ამის გამო ხშირად რაღაცა არასახარბიელო საკვების მიღება მიწევდა, რაც საერთოდ არ აძლევდა შედეგს იმ რაღაც სირბილს, რომელსაც რამდენიმე საათი ვირბენდი და მაგრამ მე შევჭამდი ძალიან გემრიელად. ლობიანებს, ბურგერებს და ასე შემდეგ და სირბილი რჩებოდა სირბილად მარტოდ. ახლა იმას ვაკეთებ, რომ ესე დათვლილად კომპანია ბალანსი მეხმარება ამაში რომ ყოველ დღე ვიღებ გარკვეულ კალორიას, ვარჯიშობ ყოველ მეორე დღე 2 საათი დავრბივარ, ამის გარდა ისედაც ყოველთვის მოწესრიგებული მაქვს ძილი, წყლის მიღება და ასე შემდეგ და ვიწყებ კლებას მოკლედ და პირველ რიგში იმ შედეგის მიღწევას რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ მქონდა. ანუ ინფორმაციის ჩადგომას როგორც ადრე ვიყავი და შემდეგ ალბათ უფრო გაუმჯობესებას მე არ ვფიქრობ რომ დიდად შეიძლება მანძილი გავზარდო, ანუ ულტრასკენ წავიდე, თუმცა არის ეგ ვარიანტიც, მაგრამ მინდა რომ უფრო მარათონის დროზე ვიყო კონცენტრირებული, ანუ უფრო ნაკლებ დისტანციებზე. ახლა ერთ თვეში გავდივარ ყაზბეგის მარათონზე. ტრეილები ხო, რომელსაც ტრეილები აკეთებს, რომელიც ვახსენეთ ტრეილები და იცით ვინც არის? რომელმაც ასევე მესტის მარათონის ჩაატარა და რომელიც ყაზბეგსაც ატარებს და რომელიც ლისსაც ჩაატარებს. და არ ვფიქრობ რაღაც იდეალურ ფორმაში გავალ, თუმცა ვფიქრობ რომ იმაზე უკეთეს ფორმაში ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ, იმიტომ რომ პირნათლად ვიცავ დიეტასაც და იმ სირბილის გეგმასაც, რომელსაც რამდენ საპირებ? გავდივარ დაბალ დისტანციაზე 10 კილომეტრზე, თუმცა წეგანაც ვილაპარაკეთ რომ არის ამაღლება 10 კილომეტრისთვის უდიდესი, იმიტომ რომ პირველ ნახევარში გიწევს თითქმის 1 კილომეტრამდე აწევას სიმაღლეში, რაც არის ტანჯვა, წამება. მაგრამ ხო, გავალ ვისიამოვნებ და თან მით უმეტეს წოდას რო იბრძვი, კიდე უფრო რთულია ხოლმე, იმიტომ რომ შენი წოდა არ არის და მაგ დროს კიდე უფრო ჭირს ეს ყველაფერი. კი, ხო, მაგრამ წინა დღეს მარათონის შევჭამ ბევრ ნახშირწყალს, ჩვენი არასაყვარელ პროცესს გავული, carb loadings. პასტა ფართი მოვაწყოთ, ჩვენც მოვდივართ ყაზბეგში და მაინტერესებს თქვენ ვიცი რომ ყაზბეგში არაპირებთ, მაგრამ მოდი ანა შენ გაგზერე, შენი ახლო მომავალში შენი მიზანი რა არის, რო გითხრა და როგორ ემზადები ამისთვის? ყველაზე ახლო მომავალში არის რა თქმა უნდა თბილისის მარათონი და ნუ ერთი წელი იმას ვებრძვი რომ 51 წუთიდან 49-ზე როგორღაც ჩამოვიდე. გონია რომ ეს ის წელია როცა მართლა შევძლებ ამას. და ნუ როგორც ვახსენე მანამდე რომ ვიცი რომ ცხოვრებაში როდესმე კიდე 100 კილომეტრს ვირბენ ეს უფრო მგონია რომ ცოტა შორეული მიზანია უბრალოდ ეხლა რაც ყველაზე მეტად მომწონს არის ტრეკის ვარჯიშები, სტადიონის ვარჯიშები, უფრო სწრაფად სირბილი და იმედი მაქვს რომ უფრო აი 1500-ზე 5 კილომეტრი, 10 კილომეტრი ამ დისტანციებზე უფრო გავაუმჯობესებ ჩემს სიჩქარეს და ნახოთ მოკლედ რა დროები იქნება, რა შედეგები იქნება. პირველ რიგში ამაზე ავიღებ გესს და მე ნახავ. იგივე მეც. ვერაფერს დავამატებ. არა, ნუ შენ 59 წუთში არ გინდა და შენ რამდენში გინდა 10 კილომეტრი? 11 წუთის ნაკლებში. 59-ს 59-ზე 11 წუთის ნაკლებში, კი 29-ში.
ბოლოს როცა ნიკოლოზმა 10 კილომეტრის გარბენაცა და 38 წუთში შეეძლო 37-მეჩიც გაერბინა. უბრალოდ მარათონის დაწყებისას აღმოაჩინა, რომ ნიკოლოზი ამ ყველა ძალიან კარგ მორბენალთან ერთად და თვითონაც ძალიან კარგი მორბენალი დგას და თან უჭირავს ხელში ჯოხი და მასზე დამაგრებული კამერა. ანუ გადაწყვიტა, რომ იმ დროს როცა უნდა დაიფიქსირებინა თავის საუკეთესო დრო და აუცილებლად იზამდა, თან ლოგი უნდა ჩაეწერა გზაზე და ასეც მოიქცა და ამის გამო რამდენიმე წამით აი მაგას ვერაზას ვერ ხვდებოდი მე, იმიტომ რომ როგორ უნდა ჩაწერო, როგორ უნდა ილაპარაკო რაღაცა, მე როცა მივბივარ, ფოტო, ვიდეო, აი არაფერი არ მაინტერესებს რა, ძალიან აი მაგაზე ვარ ორიენტირებული და ეს რა ვიცი, იცინის, გვიღებს, რავი, ანუ ისტორიებს ყובה მართლა ხო? არ ვიცი, ჩემს არის ძალიან წარმოუდგენელი ეგ და როგორ შვება მაგას, იმედი აღარ იზავს და მართლა ამ თბილისი მართლა ცოტა ჭკვიანურად მოიქცა. გადაგიღებს ნიკოლოზს და არავინ არ მიიღებს. მაგაში არის საქმე. იმიტომ რომ შენაირად სწრაფად ვერავინ ვერ დარბის და ვერ მოყვება თორე. არა, დარბიან ვიღაცები არის. სირბილის გვიჭირს ჩვენ და კიდე ფოტო რო გადაუღო ზართულია. 1-2 კაცი. ანუ აპირებ 38 წუთი. 10 კილომეტრი. სიჩქარის გაუმჯობესება მინდა ეხა მაქსიმალურად, იმიტომ რომ აქამდე რასაც ჩვებოდი ბოლო 1 წელი ჩემი ყურადღება მაქსიმალურად დათმობილი იყო აერობული ბაზის გაუმჯობესებაზე. ეხლა ვფიქრობ, რომ აერობული ბაზა კარგად მაქვს აშენებული და მაღალ ინტენსივობაში მაქვს სავარჯიშო ძალიან ბევრი, რაც უკვე დაწყებულია. დღესაც ეგ გავაკეთე და კიდე მინიმუმ 2 თვე ამას ვაპირებ და გავხდე ფლეშივით. თბილისი მარათონი არის 28 სექტემბერს, რო შეგახსენოთ და დარეგისტრირებაც მოასწროთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ აი 27 სექტემბერს ამბობს ხალხი, რომ ვერ მოასწარი დარეგისტრირება, ამიტომ ვინც გვიყურებთ? მათ შორის დარეგისტრირდი. არ დარეგისტრირებულ ხარ? დარეგისტრირდით 10 კილომეტრიანი და 21 კილომეტრიანი გარბენები გვაქვს, ხო? ხო, სწორად 10 კილომეტრი და 21 კილომეტრი. ძალიან სახალისო გარბენია, საიტზე წერია ყველაფერი, ამიტომ აუცილებლად გამოდით და ისიამოვნეთ თბილისი მარათონით. ყაზბეგის მარათონი არის 31 აგვისტოს და შეგიძლიათ TicketJet-ზე შეიძინოთ ამის ბილეთები. აქ არის 4 კილომეტრი, 10 კილომეტრი, 15 და 35 კილომეტრი დისტანციები. და თბილისი მარათონი კი Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ თბილისი მარათონი და იქ ყველა პოსტზე წერია მოკლედ სარეგისტრაციო ლინკი და გადახვალთ და ძალიან მარტივად დარეგისტრირდებით. ერთს დავამატებ, რომ თბილისი მარათონი არის საქველმოქმედო და შესაბამისად თქვენი გადახდილი თანხა მთლიანად მოხმარდება ბენეფიციარს და სირბილით კარგ საქმესაც აკეთებს. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ გიპოვონ ხალხმა, როგორ შემოგიერთნენ სოციალურ ქსელებში და ანუ ასე შემდეგ ყველაფერი დეტალურად უშენება აუხსნათ ჩვენ მაყურებელს. ძალიან მარტივად ლუკრეციუს სიჭინა მომაწერი. ძალიან მარტივად გვაწერია Junkie Runners Club-ი, რომელსაც პირველ რიგში დაუცილებლად მორბენლების საყვარელ აპლიკაციაში Strava-ში იპოვეთ. ასევე არის Facebook ჯგუფი ყველაზე აქტიური. გვაქვს Instagram-ი, ჩვენი ულამაზესი Instagram-ი, ჩვენი ულამაზესი მორბენლებით დატვირთული Junkie Runners Club-ი, რომელიც უნდა გამოიწეროთ, რომელიც უნდა გააზიაროთ, რომელიც უნდა გაუგზავნოთ თქვენ საყვარელ კომპანიებს, რომ დაასპონსორონ. და უნდა მოხვიდეთ გარბენებზე, უნდა მოვიდე კიდევაც გარბენებზე. ძალიან ხან შევისვლით სახელს და უფრო რაღაცა პრეზენტაბელურ სახელს დავერქმევთ, რაც ყველასთვის ბევრად უფრო მარტივი, გასაგები და დასამახსოვრებელიც იქნება, რადგან Junkie Runner-ის დამახსოვრება ზოგს უჭირს და მოძებნაც, მაგრამ რაც ლუკრემ თქვა, ჯერჯერობით შეგიძლიათ ეგრე გვიპოვოთ, როცა გადავიქმნით სახელს, მაგის შესახებ, რავი, კეთილსაც ვეტყვით და იმედია რაღაცა შესწავლილებს შეიტანს ვიდეოში. თუ გინდათ რომ мотиваცია მომცეთ პირველ რიგში და მსგავსი ვიდეო კიდევ ბევრი ჩავწერო, ძალიან გთხოვთ, გამომყევით YouTube-ზე, დამილაიქეთ ვიდეო და თუ რამე კითხვა გაქვთ, გთხოვთ რომ კომენტარებში დაგვიწეროთ ეს კითხვები. მადლობა, რომ გვიყურეთ, შეხვედრამდე.